მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება საინტერესო გაშლა, რა გეძებს შენ. ხო, ბუნებრივია ეს რაღაც არის დადებითი ჩვენთვის და ჩვენი ცხოვრებისთვის, რაც გვეძებს, მაგრამ ჩვენ შესაძლოა ჯერ არ შეგვიმჩნევია, ან ვერ ვამჩნევთ, ხო? დღეს არ გვექნება პოზიციები, ეს გაშლა იქნება პოზიციის გარეშე, ზოგადი. ბუნებრივია, ზოგს შესაძლოა დაებადოს კითხვა, რომ რანაირად ასე პოზიციების გარეშე, ხო? მეც ადრე სხვათა შორის ასე ვფიქრობდი, მაგრამ როდესაც აქ ჩავწერე ერთი გაშლა პოზიციების გარეშე, მივხვდი, რომ მართლა მუშაობს ეს ყველაფერი. და შესაძლოა ახლა სიტყვით ერთი ადამიანისთვის ამ ხელა დიდი საჯარო გაშლა ყველასთვის არ იყოს ზუსტი, მაგრამ მაინც დაიჭიროთ და იგრძნოთ რაღაც ისეთი, რაც აი კონკრეტულად ამ წუთას, ამ მომენტში არის თქვენი და გრძნობთ, რომ ეს არის თქვენი გზავნილი, ან გზავნილი თქვენთვის, ხო? ასე რომ ნახოთ, მოვისმინოთ და ნახოთ რა გვექნება აქ. რა გეძებს შენ, ხო? დავიწყოთ ამით. მაქვს ახლა მომზადებული ეს გაშლა და ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ყველა გაშლა, რაც არის ჩემს არხზე, ხო, ჩემს YouTube არხზე რაც არის, ყველა გაშლა არის საავტორო. ჩემი მომზადებულია და არ არის რაღაციდან აღებული, ან ვიღაციდან აღებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ვფიქრობ. კარგი, დავიწყოთ. დავიწყოთ ასე. დღეს გამოვიყენებ ორაკულის დასტას, რომელიც არასტანდარტულია ცოტა, ხო? ნახოთ. რა გეძებს შენ? რაც კარგია შენთვის, ხო? რა არის ეს? ზოგადად ესეთი, ასე რომ ვთქვათ, მთავარი აღნიშვნელი. კარგი, ასე დავდოთ. რა გეძებს შენ? აი. ბევრი რაღაც იქნება, ბუნებრივია, შევეცდები ესე მარტივად დავხსნა. კარგი, დავიწყოთ ამით. რა გეძებს შენ? Clients. გასუფთავება. პირველი გასუფთავება. გასუფთავება, სისუფთავე, ხო, რა თქმა უნდა, აქ არ არის აუცილებელი მანდ მაინც იყოს სისუფთავე, სახლის დალაგება და რაღაცა, თუმცა შესაძლოა ვიღაცასთან ესეც იყოს, მაგრამ დავიწყოთ უფრო სხვა რამეებით, ხო? აქ გასუფთავება, გაწმენდა. შესაძლოა იყოს, აი, რა გეძებს? სიმშვიდე, სისუფთავე. შეიძლება ეს იყოს გონებრივი, სულიერი სისუფთავე, ხო, და სიმშვიდე, სადაც არ აქვს ადგილი რაღაც მავნე ფიქრებს. აი, ნეგატიურ ფიქრებს, რაც უბრალოდ არაფერი არ მოაქვს ჩვენთვის კარგი, ხო, და დადებითი და ჩვენი ცხოვრებისთვის. ასე რომ, აქ პირველი, რასაც ვიტყვი, რა გეძებს შენ? ახლა აქ არის სისუფთავე, სადაც არ არის აი ეს არეულობა, ქაოტურობა, შფოთვა, ღელვა, საითაც წაგიღებს ფიქრი იმას, რომ მიყვები, ხო? არამედ არის აბსოლუტური სიცარიელე. სიცარიელე დადებითი გაგებით სიმშვიდე, სადაც არ ვღელავთ, სადაც ვიცით, რასაც გრძნობთ, ხო? უფრო მეტად ისე რომ ვთქვათ, მშვიდად ვართ საკუთარ თავთან, საკუთარ გრძნობებში. ასე რომ აქ პირველი, რაც შენ გეძებს და რაც კარგი არის შენთვის, ეს არის გასუფთავება. ეს ვიღაცასთან შესაძლოა იყოს ფიზიკურად, ხო, მაგალითად გასუფთავოთ სახლი, თქვენი სივრცე სადაც ხართ, ასევე ჩაიტაროთ სხვადასხვა ენერგეტიკული ესეთი წმენდები, იქნება ეს სეიჯით, თუ სანთლის დანთება, თუ უბრალოდ ნეგატიური აზრების წერილზე დაწერა შემდეგ დაწვა, ხო, ვისთვის როგორ. ვიღაცასთან ეს, ვიღაცასთან სულიერი წმენდები, ვიღაცასთან მენტალურად გაწმენდა, საკუთარი აზროვნების, რა თქმა უნდა, დაკვირვების მეშვეობით, იმ დროს ყველანაირად ვერ ვიზამთ ამას. ვიღაცასთან ზოგადად ცხოვრების გაწმენდა, ცხოვრებიდან იმ რაღაცების ამოღება, რაც არ არის საჭირო და სინამდვილეში კიდევ ეს ყველაფერი რომ მივიყვანოთ რაღაც უფრო კიდე დავაწვრილოთ, შენ გეძებს აი როგორ თქვა, სიმშვიდე, სისუფთავე, სადაც არ არის არეულობა, შენ ეს გეძებს. რეალურად შენ ეს გეძებს. და აი აქ არის ასე რომ ვთქვათ, ხო, უბრალოდ შესაძლოა ვიღაცას ეშინია ამაზე თვალის გასწორება, ან კიდევ რაღაც სხვა მიზეზები ქონდეს, მაგრამ რეალურად ეს შენ გეძებს.
აქ ძალიან ნათლად გასარკვევად ამოვიდა ეს კარტი. მე აქ კიდე მქონდა ჩამოწერილი სხვა დეტალიზირებული კითხვები, მაგრამ მე მგონი არ იქნება საჭირო, იმიტომ რომ ძალიან გასაგებად მიპასუხეს აქ, ხო? ძალიან გასაგებად. კარგი, მაინც ჩავეკითხოთ, ხო? უფრო კიდევ რაღაც დაგვიმატეთ, უფრო ფართო ახსნა რომ იყოს, გაგვირცელეთ, ასე რომ ვთქვათ, რა გეძებს შენ ახლა, რაც რეალურად კარგია შენთვის, დადებითია შენთვის, ხო? რა გეძებს? იგივე, ზუსტად მივდივართ იქ, საიდანაც დავიწყეთ. გეძებს ის, რომ დაასრულო, ერთი სიტყვით რა, ყველაფერი დაასრულო, რაც შენც არ მოგწონდა. იქნება ეს ვინც არ მოგწონდა იმასთან სიტუაციები, იქნება ეს რაც არ მოგწონდა, ხო, სამსახური, რა ვიცი, რაღაც ცხოვრებისეული საკითხები. მაგრამ აქ გეძებს ის, რომ აი დაასრულო, დასვა წერტილი, ან საერთოდ ჩამოჭრა შენი ცხოვრებიდან ვიღაცები, რაც უკვე, всё, აღარ არის, ამოწურა თავისი ლიმიტი, ხო? აქ ამ ყველაფერსია საუბარი. კი, ძალიან ბევრ რამეზე, რა თქმა უნდა, აი ამ ყველაფერზე, რასაც ახლა ვინც მისმენს, აქამდე ეძალებოდა, ან შესაძლოა ახლაც ეძალება, ეტანება, ცდილობს, რომ აი სადღაც რაღაცნაირად წაიღოს ეს ყველაფერი, ან რამენაირად აკონტროლოს ეს აზრები, გრძნობები და შესაძლოა ვიღაცა თვლიდეს, რომ აი გავართვით თავი ამ ყველაფერს, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი აღარ გჭირდებათ და თქვენ გეძებთ ახალი. სადაც არ იქნება ეს ყველაფერი, არამედ იქნება სიცარიელე, მაგრამ 7 სიცარიელე, რასაც შემდეგ უკვე თქვენით გაავსებთ და თქვენით აავსებთ. და არ იქნება საჭირო ვიღაცები და რაღაცები, რაც რეალურად არასაჭიროა თქვენთვის და პირიქით ენერგიას გართმევთ, ხო? აი ეს არის აქ. კარგი. ეს რაც შეეხებოდა ასეთ ზოგადად და ახლა მოდით უფრო რაღაც დავაწვრივოთ კიდევ ჩვენი კითხვა და კონკრეტულად სავით, ბუნებრივია ეს საჯარო გაშლა როა ვიღაცასთან ასე იქნება, ვიღაცასთან კიდე ცოტა სხვანაირად, ხო? ამიტომ აქ ძალიან კრიტიკულები არ ვიყოთ. რადგან ზოგადია ეს ყველაფერი. კარგი, მოდი ვნახოთ აი ეს რაღაცა, ხო, რაც კარგია შენთვის და რაც შენ გეძებს, უმრავლესობისთვის, აი ვინც ახლა ისმენს, უმრავლესობისთვის რა არის ეს, ხო? რაში გამოიხატება ეს? ეს არის რაღაც მოვლენა, ეს არის რაღაც ქმედება, თვითონ პირველი პოზიციის მეთქი, ვინც ისმენს იმის ქმედება, მოვლენა, ქმედება, რაღაც სიმბოლო შესაძლოა იყოს, ხო, ვიღაცისთვის, თუ რაღაც იდეა, სიმბოლო, იდეა, ესე იგი მოვლენა, ქმედება, სიმბოლო, იდეა. მოვლენა, ქმედება, სიმბოლო, იდეა. მოვლენა, ქმედება. უფრო უმრავლესობისთვის აქ არის ქმედება. უმრავლესობისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს გაშლა ზოგადია და საჭირო და ამიტომ შესაძლოა ვიღაცებთან სხვა მომენტებიც იყოს აქ, ხო? ვიღაცასთან სხვათა შორის სიმბოლოდ შესაძლოა იყოს და აქ სიმბოლოდ დაგუჭდა თასების მეფე. ხო, სიმბოლოსთან დაკავშირებით თასების მეფე რო დაგუჭდა, შესაძლოა ვიღაცასთან აქ იყოს სიმბოლო წყალი. თასი, წყალი, თევზი და ეს ყველაფერი, რაც ამ ყველაფერთან ასოცირდება. ესეც. ასევე რაც შეეხება ქმედებას, ხო, უმრავლესობისთვის თქვი რომ ეს არის ქმედება. ბოდიშით ისევ მომიწია და პაუზება. ხო, უმრავლესობისთვის ეს არის ქმედება და სხვათა შორის აი ეს ქმედება შესაძლოა პირდაპირ კავშირში იყოს ახალმთვარეობასთან, რომელიც ამ 18 იანვარს გვექნება. გაითვალისწინეთ, ხო? ნახეთ, მთვარე და შესაძლოა აქ ასევე ახალმთვარეობის ასპექტიც იყოს. შესაძლოა ვიღაცას აქ ახალმთვარეობა დაეხმაროს იმისათვის, რომ რაღაცები დაგეგმოთ, დაწეროთ მაგალითად, ხო? რომ მე აი ვირჩევ ამას, მე მინდა ასე. მე მინდა არა, მე ვარ ასე. იმიტომ რომ უნდა დაიწეროს ახლანდელ დროში ეს ყველაფერი, ხო? ახლანდელ დროში უნდა გქონდეს ფორმირება ჩვენს სურვილებს მაგალითად. რაც გვინდა რომ მოვიზიდოთ. ვიღაცასთან, ხო, როგორც ვამბობ, მთვარე შესაძლოა პირდაპირ აი ამ ფაზასთანაც იყოს საუბარი, ახალმთვარეობა, რომელიც 18-ში გვაქვს. ვიღაცასთან ასევე ქმედება შესაძლოა იყოს ის, რომ მოусმინოთ თქვენს ინტუიციას. რა არის ის, რაც გაშინებთ, რასაც შესაძლოა ვერ ამჩნევდეთ, მაგრამ გრძნობთ. აი შეგრძნების დონეზე გრძნობთ. მოაქვს ამ რაღაცას თქვენში შფოთვა, მღელვარება, რა არის ეს? და ეცადეთ რომ
ჩაუღმავდეთ ამ რაღაცას, ხო? იმიტომ რომ აქ საკმაოდ სიღრმისეული არკანია მთვარე. და ამიტომ აქ არ არის მომენტი, რომ რაღაც ტექნიკური მომენტი არ არის და პრაქტიკული ეს. აბსოლუტურად ემოციური, ღრმა ინტუიციური მომენტი, სადაც ჩვენ ჩავდივართ იქ, სადაც აქამდე ვერ ჩავდიოდით. აი წყალში რო ჩადიხარ და წვები მაგალითად, ხო, შიგნით, რაღაცა ასეთი და დუნდები და ენდობი ამ პროცესს. აი მსგავსი ქმედება არის აქ, სადაც ჩვენ ვენდობით ჩვენს ინტუიციას და ვუსმენთ საკუთარ თავს და საკუთარ ხმას. ხო, შესაძლოა აქამდე ვერ ვუსმენდით, არ ვუსმენდით, ან გვაშინებდა რაღაცები, რის გამოც ბუნდოვანებას ჰქონდა ადგილი, რაღაც სიტუაციები ვიღაც ადამიანთან შესაძლოა გაურკვეველი იყო ჩვენთვის და გამოდიოდა ზემოთ ჩვენი შიშები, ხო, სხვადასხვა სახის. შესაძლოა ვიღაცას იმ დონემდე, რომ დამოკიდებულებებიც და მიჯაჭვულობებიც უფრო მეტად გამკვეთრდა, უფრო აშკარა გახდა ეს ყველაფერი, ხო და ეს ყველაფერი უფრო მეტად გაწუხებდეთ. ერთი სიტყვით, თავარია აქ, რომ ეს ქმედება ემსახურებოდეს გაცნობიერებას და რაღაცის დანახვას, იმისი, რაც არის თქვენში სიღრმეში, მაგრამ აქამდე ან ვერ ხედავდით, ან არ ხედავდით. აი ეს ქმედება არის აქ და ასევე მთვარესთან დაკავშირებული ქმედებაც არის, ხო, რაც უკვე ვთქვი. შეგიძლიათ ორივე გაითვალისწინოთ, შეგიძლიათ ერთი ეს უკვე ბუნებრივად თქვენი გადასაწყვეტია, მე უბრალოდ გაწვდით ინფორმაციას. კარგი, ნახოთ კიდე აქ რამე წერია, რა კითხვა არის. ხო. გასაგებია. რატომ გეძებს, ხო? ეს რაღაც რატომ გეძებს? ეს სისუფთავე, ასე რომ ვთქვათ. გასუფთავება, რატომ გეძებს? რომ მოусმინო საკუთარ თავს. რომ მოусმინო საკუთარ თავს. იყო უფრო ბედნიერი, ავსებული. აქ პირველ რიგში იმიტომ გეძებთ ეს რაღაც, რომ თქვენი საკუთარი თავი გინდათ უწოდეთ ასევე შესაძლოა ეს ჩვენი უზენაესი მეც იყოს, ხო? რომელიც გვესაუბრება პირდაპირ საუბარი შესაძლოა არ იყოს აქ, მაგრამ იყოს სიმბოლოებით საუბარი, შეგრძნებებით საუბარი, ხო? რომელსაც ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას, სხვადასხვა მიზეზების გამო, ან ვერ ვაქცევთ ყურადღებას. და აქ ეს რაღაცა იმიტომ გეძებთ, რომ დროა შეერთდეთ საკუთარ თავთან, საკუთარ გულთან შეერთდეთ, მოусმინოთ საკუთარ თავს, იმიტომ რომ რაღაც ისეთ მნიშვნელოვანი უნდა თქვენ საკუთარ თავს აქ რო გითხრათ, რაც დაგეხმარებათ. ესე იგი აქ კი, აბსოლუტურად თქვენს სულზე არის საუბარი, აქ თქვენი სული, ხო, რაც არის ჩვენს სხეულში მოთავსებული და ასე რომ ვთქვათ, დატყვევებული. გეძებთ თქვენ, გეძებთ იმ გაგებით, რომ მოусმინოთ, ცდილობს რომ მოიპყროს თქვენი ყურადღება და ხშირად უმრავლესობასთან ეს შესაძლოა იყოს სხვადასხვა ემოციების სახით, შესაძლოა წამოდოს ფოთვა და სხვადასხვა ემოციები. რაც ნიშანია, რომ აქ ვარ, მომაქცია ყურადღება. ბუნებრივად ეს არ არის მარტივი და ჩვენ ხშირად გავრბევართ ამას, მაგრამ ეს არის, რაც მართლა გეძებთ, თქვენი თავი გეძებთ აქ, ასე შემიძლია ვთქვა ეს. გეძებთ და რატომ, ნუ გასაგებია, რომ მოусმინოთ საკუთარს, კიდევ რატომ, რა არის აქ ისეთი, რატომაც. რატომ და იმიტომ, რომ გაიგოთ, რომ ხართ ძალიან განსაკუთრებულები, საოცრები, როგორ თქვა, ვისაც აქ აწუხებს თვითშეფასების საკითხები და თვითშეფასების თემა თქვენთვის აქტუალური, რომ დაინახოთ თქვენი საკუთარი თავი რეალურად, რომ ხართ ვარსკვლავი, ხო? ვიღაცა ბუკვალურად, ვიღაცა და გადატანითი კუთხით, ხო? ასე რომ დაინახოთ, რომ ხართ ვარსკვლავი, რომ წახვიდეთ თქვენი ოცნებების მიმართულებით, რომ აისრულოთ ის, რასაც ამდენი ხანია ფიქრობთ, ან რასაც ამდენი ხანია ელოდებით შესაძლოა აქ ვიღაცას ჰქონდეს ძალიან კარგი პროექტი, იდეაც, ან ზოგადად ძალიან ისეთი კრეატიული საინტერესო იდეები მოგდიოდეთ, მაგრამ არ ხდებოდეს განხორციელება. შესაძლოა ეს რაღაც კიდევ რაღაც შექმნას უკავშირდება, მაგრამ ვერ გაბედეთ, ან რაღაც იმ ნაბიჯს,
რასაც არ აკეთებთ, ვერ აკეთებთ და ამ დროს აი თუ საკუთარ თავს მოусმენთ და არ გაექცევით საკუთარ ინტუიციას, იქ იპოვეთ ისეთ პასუხს, რაც თქვენ ცხოვრებას აი როგორ თქვა, გილაღებთ, გიჩქარებთ ენერგიების შემოსვლას, გაცვლა-გამოცვლას და შემოსვლას ახალი ენერგიების თქვენს ცხოვრებაში, სადაც თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ აი წახვიდეთ ან მიხვიდეთ იმ წერტილამდე, რაზეც ოცნებობთ, ან რაც გინდოდათ აქამდე, ხო? აი, ამიტომაც ეს რაღაცა გეძებთ და მე მაგ კითხვა, აი, რა ხდება ახლა, აი, თქვენ აქ ამ რაღაცას ვერ ამჩნევთ, თუ არ იცით მაგალითად, ხო? და ვერ ამჩნევთ, იმიტომ რომ არ უყურებთ დაკიდებულის პოზიციიდან, ან ვერ უყურებთ, ხო? ასე რომ ვთქვათ, არ ჩერდებით. არ აპაუზებთ საკუთარ თავს. ეს ხშირია და მე ძალიან კარგად მისმის ეს, იმიტომ რომ ხშირად ისე ვართ გადატვირთულები ამ გარემო სამყაროთი და ამ რაღაც ჩვენი რუტინით, რაც ჩვენ თვითონვე შევიქმნით, ხო? და ამ კომფორტული ზონებით და პასუხისმგებლობებით და ვალდებულებებით და კიდე ბევრი სხვა რაღაცით, რომ აი წყდებით ასეთ საკითხებს და გგონია რა, გავიგებ რა პრობლემაა და რა ან საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს და ასე შემდეგ, ხო? და აი როდესაც მაგალითად ვკავშირდებით ტაროს იგივე ან კიდე სხვა ეზოთერიის რამე სხვა მიმართულებას, იქ სიმბოლოების მეშვეობით ან ინტუიციის მეშვეობით ისევ მოგდის ეს ინფორმაცია და ეს ინფორმაცია ჩვენში იღვიძებს და მაშინ რაღაცა, ხო, თურმე რაღაც ასეა და უფრო მეტად ვჩერდებით და რაღაცას ვუყურებთ. თუმცა შესაძლოა პირველად ამ ინფორმაციამ გამოიწვიოს ჩვენში ბრაზი, უარყოფა ან რაღაც ფურორი. მაგრამ, ერთი სიტყვით, აქ შესაძლოა თქვენ ახლა ამას ვერ ხედავდეთ, აი ამ სიტუაციას, იმიტომ რომ არ უყურებთ ამ რაკურსიდან. რა რაკურსიდანაც დაინახავთ. აი ისეთ რაღაცას გავს, როდესაც ფანჯიდან იხედები და მეგობარი გეუბნება, აი ის შენობა და შენ კიდე ვერ ხედავ ამ შენობას. და მე გეუბნებ, რომ აი ჩემ ადგილას დადექი და მის ადგილას დგები და ხედავ, ხო? აი ასეთი რაღაცაა, რომ ცოტა პერსპექტივის შეცვლა აქ გვეხმარება, ცოტა რაკურსის შეცვლა გვეხმარება, ცოტა შეჩერება, დამშვიდება და სხვანაირად გადახედვა ან შეხედვა რაღაცაზე გვეხმარება. რელაქსი ვიღაცას შესაძლოა აქ მართლა აი სულ ვიღაცა მოძრაობაში იყოს, რაღაცების კეთებაში, ან ვიღაც ისეთ ფიქრებში იყოს, რაც აზრი არ აქვს, სხვა რამეზე ვიფიქროთ ჯობია, ხო? და ამ დროს მედიტაციის დროს, ან რაღაც რელაქსის დროს, ან კიდევ სხვა სულიერი პრაქტიკების დროს მივიღოთ რაღაც ის ინსაიტი, ან დავინახოთ რაღაც, რასაც აქამდე ვერ ხედავდით და ამ შემთხვევაში არის ეს. და აი ამ სიტყვებზე ჩემი კატა ცდილობს სახლში შემოსვლას. პანჯერას გავუღებ. მოვედი, დავბრუნდი. ისევ, ხო, კარგი, მოდი მაშინ ვნახოთ, რას მოგიტანს ეს, ხო? აი რაც გეძებს. ამას რო შევხვდეთ, ეს რას მოგიტანთ? თქვენ, ხო? რას მოგიტანთ? საკუთარ თავში, აი ძალიან მარტივად რო ვთქვა, ფსიქოლოგიური ენით გეშტალტის დახურვას მოგიტანთ ეს, ხო? იმ რას ნიშნავს ეს? იმ მომენტების დახურვას და გაშვებას და დასრულებას საკუთარ თავში და საკუთარ თავთან, რაც ჩვენ განვიცადეთ. ჩვენი წარსულიდან გამომდინარე, ხო? ბავშვობაში ან ახლა ხან, ან არც ისე ახლა ხან, მაგრამ გქონდა ამას ადგილი და ჩვენ ამას რეალურად მაინც ჩვენში ვატარებთ, ხო? ჩვენს გულში ვატარებთ ამ რაღაცებს, რამაც გვადგინა გული, გამოიწვია იმედგაცრუება, შესაძლოა ეს იყოს ვინმეს მიმართ, შესაძლოა რაღაცის მიმართ, შესაძლოა ჩვენი თავის მიმართ, მაგრამ ეს რაღაცები აშკარად გვიშლის ხელს, რომ ვიყოთ ბედნიერები და ვიცხოვროთ ჩვენი ცხოვრება. აი ამ რაღაცას თუ ასე რომ ვთქვათ, შევხვდებით, ეს მოგვიტანს ამას, გაერთიანებას, გამთლიანებას, საკუთარ თავთან, გაგებას, რა გვინდა, ან ვინა ვართ, ან რა მისიით ვართ, ხო? შესაძლოა პასუხებსაც კი, რასაც მაგალითად ახლა ვუსვამთ საკუთარ თავს, ან ზოგადად გვაქვს კითხვები. აი როგორ, რანაირად, რისთვის ვარ აქ და ასე შემდეგ, ხო, მსგავსი კონტექსტის კითხვები. კარგი. მაშინ ახლა მოდი ვიკითხოთ, აი
რა შეგიძლია შენ, ხო? ამ შემთხვევაში გავიგეთ, რაც გეძებს. აი, როგორ შეგიძლია აი ამას შეხვდე. ეს მიიღო. თუ ამის სურვილი გაქვს, მაგალითად, ხო? რა შეგიძლია? დამშვიდ და პირველ რიგში დამშვიდ და რა გაგებით. არ მოდუნდე. ეს არ არის შენთვის ნეგატიური რაღაც, ეს არ არის შენთვის სახიფათო. ეს არის უსაფრთხო რაღაცა, უსაფრთხო მომენტი, რომელიც რეალურად გეძებს სურს შენი ყურადღება. რა შეგიძლია გაკეთო და უბრალოდ დავთმო დრო საკუთარ თავს. საკუთარ თავთან დარჩენას, დასვენებას. სულიერ დასვენებასაც, ფიზიკურ დასვენებასაც მოიცავს ეს, ხო? რომ რაღაც დრო მიცე საკუთარ თავს, სადაც აი გადადებ ყველაფერს გვერდზე, რამოდენიმე დღით, საათით მაინც და იქნები მარტო შენ და შენი გული, შენ და შენი სივრცე, სადაც დაისვენებ, ასე რომ ვთქვათ, აღიდგენ შენს შინაგან ძალებს და ამ მომენტში ასევე მოგივა აი ეს ინსაიტი, ან ეს იდეა, ან ეს არ ვიცი, შესაძლოა კიდევ უფრო მკვეთრად გახდეს რაღაც გასაგები შენთვის ამ გაშლიდან შემდეგ, შესაძლოა შემდეგ მოხდეს, შესაძლოა ახლა, ხო? ეს უკვე რა თქმა უნდა ინდივიდუალურია, მაგრამ აი ეს შეგიძლია აქ გააკეთო, რომ ასე ვთქვათ, ამ მოვლენას შეხვდე, ეს მოვლენა რა, აი ეს რაც გეძებს, ამას შეხვდე გზაში. კარგი, კიდევ ნახოთ რჩევა. კიდევ რჩევა აქ შენთვის. ეს რჩევა მოვიდა წინა გაშლაში, ბოლოს რაც დავდევი. სადაც არის თავისუფალი ნება, იქ არის გზაც. ანუ ასე რომ ვთქვათ, ძალიან მარტივად, თავარი ნებაა და დანარჩენი უკვე ყველაფერი იქნება, ხო? ნებაში აქ იგულისხმება, თავარი შენ გინდოდეს. შენ გინდოდეს გულით რაღაც, ხო? გქონდეს ამის თავისუფალი ნება, რომ აი მე მინდა და მე ვაკეთებ ამას, აი მე ვირჩევ, ხო? და როდესაც აი ეს განწყობა ჩვენში არის, სულ ვიპოვეთ გზას. ეს არის აქ რჩევა. ჩემი ნება რო იყოს ახლა ძალიან ჩავღრმავდებოდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან ჩაღრმავება აქ დიდად ეფექტური არ იქნება, რადგან ეს არის საჯარო გაშლა და ხო, აი მაგ ისეთ შეგრძნო რაღაც კიდე მინდა რომ ვკითხო, მაგრამ აი არ ვიცი რა უნდა ვკითხო აქ. კარგი. დავფიქრდები, შემიძლია კიდე რაღაც ვკითხო. რა დაეხმარება აქ? პირველ პოზიციას მეთქი კიდე ეს, რომ ვარ მოჩვეული ამ პოზიციებს, რა დაგეხმარება აქ შენ? აი ამ საკითხთან დაკავშირებით, რა გია? სიძლიერე, ხო, სიძლიერე აქ გულისხმობს სულიერ სიძლიერეს პირველ რიგში, სიმტკიცეს. სულის სიმტკიცეს, შინაგანი ღერძის სიმტკიცეს, მდგრადობა შინაგანი, ხო? არ შეგაშინოთ. ამ მომენტმა, რომ ეს რაღაც ისეთია, შესაძლოა, რასაც მე გავუპივარ, ან მოდი ახლა ეს ჩავპრესოთ, ეს უნიშნელოა და მოდი გავაგრძელოთ ამის კონტროლი, ხო? იმიტომ რომ აი არ არის საჭირო ამის კონტროლი. უბრალოდ ამას დაუმეგობრდით, შეხედეთ, მიეცით ამას შესაძლებლობა, რომ ამან იარსებოს და თქვენ ამას ხედავდეთ და აცნობიერებდეთ. როდესაც ასე ხდება, მაშინ უკვე ეს რაღაცა კარგავს ძალას ჩვენზე და ჩვენ აი ამ შიში იქნება, შბოთვა იქნება, თუ გამოწვევა იქნება, ვღებულობთ, ისე რომ ჩვენს ვითარდებით. აქ ეს გაშლა საერთოდ გამოვიდა აი ძალიან ისეთი ფილოსოფიური სიღრმისეული, სადაც პიროვნული ზრდა და განვითარება და სულიერი ზრდა და განვითარება, ასე რომ ვისაც აქ რა თქმა უნდა აინტერესებდა უბრალოდ აი გართობა და ეხა არაფერზე არ ფიქრი, ეს გაშლა არ არის ამისთვის აქ აშკარად, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი გაშლა ამოვიდა. მე სხვათა შორის მოველოდი ახლა აქ რაღაც ცოტა სხვა ამბებს და აქ აი ეს ამოვიდა. როგორც ჩანს, აი სივრცეს ასეთი მესიჯი ქონდა თქვენთვის და მე ვფიქრობ, აი ვინც ეს ვიდეო ჩართო, ან ამოგიგდოთ ან რაღაცა, ეს მართლა უბრალოდ ისე არ ხდება. საერთოდ უბრალოდ ისე არაფერი არ ხდება სამყაროში და მათ შორის ეს ვიდეოც, ასე რომ ხო, ასეთი მესიჯი იყო აქ თქვენთვის. აქ კიდევ ესეთი მთავარი, რაც შემიძლია კიდე თქვა,
შეგიძლიათ ცოტა შეარბილოთ თქვენი სიჯიუტე, ხო? აქ სიჯიუტე, სიჩქარე, ეს ყველაფერი პირიქით ხელს შეგიშლით, ამიტომ უბრალოდ ეცადეთ, რომ სინქრონულად იყოთ საკუთარ თავთან და გრძნობებთან. და ეს მოხდება მაშინ, როდესაც ჩვენ არ დავაძალებთ საკუთარ თავს რაღაცეებს და უბრალოდ პატარ-პატარა ნაბიჯებით დავიწყებთ მოსმენას საკუთარ თავზე. ვისაც დაგაინტერესებთ უფრო მეტი ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით, ან კიდევ გაქვთ რაღაც სხვა საკითხი, რაზეც გინდათ გაშლის გაკეთება, გელოდებით ინდივიდუალურ სესიებზე, ასევე ვისაც გაინტერესებთ თქვენი ენერგიების მიმოხილვა, გელოდებით მატრიცის სესიებზე და კიდევ მე და დედაჩემს გვაქვს საერთო პროექტი, რომელსაც ქვია დინება. ჩემ ინსტაგრამზე ვინც ხართ, იქ მაქვს მითითებული და შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ. ეს არის საერთო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს დავეხმაროთ ადამიანებს, არა რაღაც სტერეოტიპული მიდგომებით, არამედ ფართო, მრავალმხრივი, ინდივიდუალური მიდგომებით, რაც მოიცავს იოგასაც, ეზოთერიასაც, ფსიქოლოგიასაც და ამ ყველაფრის მიქსი ერთი სიტყვით და სადაც ჩვენ ინდივიდუალურად უკვე კლიენტთან ვადგენთ თუ რა უნდა კლიენტს, ხო, იმის მიხედვით, რა თქმა უნდა, რა მოთხოვნა აქვს და როგორ და რანაირად ვიმუშაოთ და ხდება ამ ყველაფრის ერთად გაერთიანება იმისათვის, რომ ადამიანი გრძნობდეს შინაგანად თავს ავსებულად და იყოს ბედნიერი. ხო, რა თქმა უნდა, სრულად იდეალური ცხოვრება არავის არ აქვს და ვერავის ვერ გვექნება, მაგრამ ჩვენ რო ვიყოთ ბედნიერები შინაგანად, ამის შესაძლებლობა არის. და ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ხდება გარემოში, სინამდვილეში. კი, რაღაცეები რა თქმა უნდა ზეგავლენას ახდენს, მაგრამ თუ ჩვენ შინაგანად ვართ ავსებულები, ამას ვერავინ ვერ წაგვართმევს. ეს არის მნიშვნელოვანი ძალიან. ამაზე ჩემს მონოლოგს დავასრულებ და აღარ მოგაწყეთ თავს. მადლობა ყველას, ვინც მოისმინა ეს გაშლა, უყურა ამ გაშლას, ვისაც მოგეწონათ, აუცილებლად დატოვეთ თქვენი ლაიქი ამ ვიდეოზე, ასევე თქვენი უკავშირის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, გამიზიარეთ თუ რა თემასთან, საკითხთან დაკავშირებით დაგაინტერესებდათ კიდევ ტარო გაშლას დავპაუზდი და დავიბლოკე უკვე მეც. რა თემასთან დაკავშირებით დაგაინტერესებდათ კიდევ ტარო გაშლის მოსმენა, ასე უფრო სწორი იქნება. და ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერეთ ჩემი არხი, გამოიწერეთ, ხო? სურვილებს გელოდებით, ასევე დონატები, ვისაც აქვს სურვილი მხარდაჭერა გამოუცხადოს ჩემს არხს, შეგიძლიათ დონაციის სახით გააკეთოთ ეს და თქვენი შემოწირულობა გადმორიცხოთ, რომელიც ენერგეტიკულად დააბალანსებს ჩემს მიერ გაწეულ შრომას და ჩემს მიერ დახარჯულ ენერგიას, ხო? რადგან ეს გაშლები არის უფასო, თქვენ შეგიძლიათ ენერგეტიკულად ლაიქით, კომენტარით, დონატით, ამით აღიდგინოთ ბალანსი. წარმატებებს გისურვებთ ყველას და შევხვდებით შემდეგ გაშლებში. და გაშლებზე, შემდეგ გაშლებზე, ასე უფრო სწორი იქნება ალბათ. ერთი სიტყვით, წარმატებები.